დღეს მინდა გესაუბროთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, რომელიც გახლავთ სალაპარაკო ინგლისურის შესწავლა. ის, რასაც ჩვენ გვაწვდიან სხვადასხვა საშუალებები თითქოს და ძალიან რთულია მისი შესწავლა და პლუს ბევრად რთული არის მისი რეალურ ცხოვრებაში გამოყენება, ეს გახლავთ ერთი დიდი მითი. მე ვარ მისი ცოცხალი მაგალითი და უამრავი ადამიანი, რომელმაც გავიარეთ ეს ეტაპი და არაფერი სირთულე, განსაკუთრებული სირთულე მასში არ იყო. საქმე იმაშია, ნებისმიერი ადამიანი, რომლისთვისაც ინგლისური მისი მშობლიური ენა არის, ეს იქნება უბრალო ადამიანი, თუ მათ შორის ძალიან ცნობილი ადამიანებიც, პრეზიდენტებიც, შოუ-ბიზნეს წარმომადგენლებიც, ყოველდღიურობაში უშვებენ შეცდომებს, გრამატიკულ შეცდომებს. თუმცა, ამ შეცდომებს არ ენიჭება ყურადღება მეორე ადამიანის ან ჯგუფი ადამიანების მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ძალიან უხეში შეცდომა, თუმცა მცირე შეცდომები აბსოლუტურად დაშვებული არის სალაპარაკო ენებში, ეს იქნება ინგლისური, ქართული თუ ასე შემდეგ. მე დარწმუნებული ვარ, ახლა როდესაც გესაუბრებით, გრამატიკულ შეცდომებს აქა-იქ ვუშვებ. თუმცა ეს ნორმალურია, თავარი არის ის, რასაც მე ვცდილობ თქვენამდე მოვიტანო. ზუსტად ანალოგიურად მუშაობს ეგ თემა ინგლისურის ამბავში. თქვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ შეისწავლოთ ძირითადი გრამატიკული საკითხები, რომელთა ჩამონათვალი არ არის უშველებელი და შეისწავლოთ ყოველდღიურობაში გამოყენებული ფრაზები და კონსტრუქციები. და არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავთ ამ მიღებული ინფორმაციის ბაგეებიდან გამოშვება. მე ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ. ძალიან ბევრი წლების განმავლობაში ვცხოვრობდი სხვადასხვა ინგლისურენოვან ქვეყანაში. როდესაც კი შევისწავლიდი ინფორმაციას, ეს იქნებოდა გრამატიკული თუ ლექსიკური, მომენტალურად ვცდილობდი ამ ინფორმაციის გაჟღერებას. ეს იქნებოდა სამსახურში, ოჯახის წევრებთან, ამერიკელებთან, ავსტრალიელებთან, თუნდაც ქართველებთან. ჩემი მიზანი იყო ის, რაც შევიდა გონებაში, აუცილებლად უნდა გამომეშვა ბაგეებიდან. ამგვარმა პრაქტიკამ ის ინფორმაციები, რომელსაც ყოველდღიურობაში ვაჟღერებდი, დამამახსოვრა ეს ინფორმაცია, ისევე როგორც ყველამ ვიცით Hi, how are you? ასე რომ, სალაპარაკო ინგლისურის შესწავლა ეს არ არის კოსმოსის მეცნიერება, ეს არის ძალიან მარტივი, ძალიან სახალისო და დინამიური პროცესი. შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ გრამატიკის ძირითადი წესები, ძირითად წესებზეა საუბარი, ფორმულა, კონსტრუქციები და აი ამ ორის გაჟღერება რეალურ სიტუაციაში. მე გთავაზობთ როგორც გრამატიკის ვიდეო კრებულს, ასევე ყოველდღიურობაში გამოყენებულ კონსტრუქცია ფრაზების ვიდეო კრებულს და იმისთვის, რომ თქვენ შეძლოთ ამ ინფორმაციის გარეთ გამოტანა, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ჩემთან იყოთ ხაზზე და ჩემთან გააჟღეროთ, თუ კი არ ყავთ ადამიანები ირგვლივ, ვისთანაც შეძლებთ ამ ინფორმაციის გაჟღერებას. აბა წარმატებას გისურვებთ.